ძიმე ყოფა მსოფლიო პანდემიის თანმდევი მდგომარეობა. გაჩერებულმა ბიზნესმა, შეზღუდვებმა ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილსა და სიდუხჭირეში მარტო დატოვა. საკუთარი ძალებით აგურ-აგურ აწყობილი შრომა და იქედან მიღებული შემოსავალი გაქრა. გაქრა პერსპექტივაც და არ არსებობს მკაფიო და ცხადი გზა, რომაც სახელმწიფო დაეხმარება. გაჩერებული ეკონომიკის პარალელურად ჩვენს ნეპოტიზმით გაჟღენთილ სახელმწიფოში პანდემიას ფეხი აუწყეს რჩეულებმა. ყოფილი ფეხბურთელის, დედაქალაქის მერის ახლო მეგობრისა და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლის ლევან წკიტიშვილის კომპანიას აქვს ექსკლუზიური უფლება კომენდანტის საათის დროს მგზავრებს მოემსახუროს. რატომ? ამის გარკვევას ამ რეპორტაჟით შევეცდებით. კონტრასტისთვის რა დაემართა ბიზნეს პანდემიისას საინტერესო იქნება მოგიყვეთ გამოცემა Bloomberg-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლოს გასული წლის მარტიდან გაუარესდა, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ქონება ჯერ 5.45 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ბოლო 2 კვირის მანძილზე 5.57 მილიარდ დოლარს მიაღწია. არსებული მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილის ქონება პანდემიამდე მდგომარეობას დაუბრუნდა. ის შენობა ჩვენი სახლია, იქიდან რაღაც ნივთები რომ მომქონდა, მე პირადად ცხადეცნევლებით ვდიროდი. 28 წლიანი ისტორია ჩვენ თვალწინ სრულდება. ბასტიბუბუს თანამშრომლებს რამდენიმე თვის წინ იმ შენობის დაცლა მოსთხოვეს, რომელშიც ისინი 92 წლიდან მუშაობდნენ. დაატოვებინეს ადგილი, სადაც ყველაფერი მათი ხელით იყო შექმნილი. გავალამაზეთ, შევღებეთ, რაღაც სახლები დავხატეთ, ყვავილები დავხატეთ და ეხლა გეუნებიან, რომ იცით რა, უკაცრავად, მაგრამ თქვენ აქედან უნდა წახვიდეთ. წასვლის მიზეზი მარტივად განუმარტეს. უთხრეს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობის იჯარის დავალიანება 140.000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც პანდემიის პირობებში გაჩერებული მუშაობის გამო ვერ ხერხდებოდა, აუცილებლად უნდა გადაეხადათ. იანვარი, თებერვალი ჩვენ გაჩერებულები ვიყავით, იმიტომ რომ სასწავლო წელი არ იყო, ადადაგები იყო, ასე ვთქვათ. დაიწყო მერე პანდემია და ეს ყველაფერი ერთმანეთს მიება. ჩვენ ამის გადახდა ნამდვილად არ შეგვიძლია. ბასტიბუბუს მომავალი ბუნდოვანია, ისევე როგორც იმ ადამიანების, რომელთა ბედით საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ კომენდანტის საათის შემოღებით გადაწყვიტა. ცარიელ რესტორანში აქამდე არასდროს უმღერია. ხალხით სავსე დარბაზი ბოლოს თვეების წინ ნახა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა რესტორნები მუშაობას 10 საათის შემდეგაც აგრძელებდნენ. მომღერალი გვიყვება, რომ მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა კერძო და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ულუკმაპუროდ დატოვა. ოღონდ შერჩევითად. ამ პანდემიამ მართლა სერიოზული დაღი დამასვა და მე ზუსტად ვიცი, ჩემს უკან ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი დგას, ასობით, ათასობით, რომლებიც კერძო და საშუალო ბიზნესში არიან დასაქმებულები. გვაქვს საბანკო ვალდებულებები, რომელსაც ფიზიკურად, ფაქტობრივად ვერ ვიხდით, ვინაიდან და რადგანაც შემოსავლის წყარო აღარ გაგვაჩნია, ჩვენ ამ სფეროთი ვიკვებებით. ქორწილი და ის რომ აიკრძალაო, არ დაიჯეროთ რა, ქორწილსაც აპრავებენ თუ შენ მაღალ ეშელონში ხარ და დაბადების დღესაც აპრავებენ და კაცშვილი არ დაგაჯარიმებს. ბავშვის დაბადების დღე დაახლოებით 4 წლის გახდა ეს ბავშვი, შიგნით არის ეს ბავშვის. 4 წლის ბავშვის დაბადების დღე ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა შერჩევითი სამართალი ნამდვილად გამოაჩინა წინაკვირას გლდანში ქართული ოცნების აქტივისტების თავყრილობამ. ასეთივე შერჩევით სამართალზე გასართობი ცენტრების მფლობელებიც საუბრობენ და იმ ყველაფრის მიზეზად, რაც მათ თავს ბოლო თვეებში დაატყდათ, არა პანდემიას, არამედ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ასახელებენ. პირადად 4 ობიექტი მქონდა და დაახლოებით 200 ადამიანი იყო ამ 4 ობიექტში დასაქმებული და როგორც ხედავთ მარტო დავრჩი ახლა, იმიტომ რომ ამ 4 ობიექტს უბრალოდ დავივლი ხოლმე, სანამ ბანკი წამართმევს, რომ არ გაიქურდოს, ან არ მოიპარონ რამე. პანდემიას არ ჩაუგდივართ, პირდაპირ ხელს ვადებ ხელისუფალს, რომელმაც ჩაგვაგდო თავიანთი უგუნურობით ესეთ მდგომარეობაში, რომ არანაირად არ დაგვეხმარა. როგორც ჩანს, პანდემია ყველა ადამიანზე უარყოფითად არ მოქმედებს. შორს რომ არ წავიდეთ, პანდემიის დროს უფრო გამდიდრებულებში პირველი ადგილი შეგვიძლია ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს მივანიჭოთ, რომლის ქონებაც Bloomberg-ის თანახმად ბოლო 2 კვირაა გაიზარდა და პანდემიამდელ ნიშნულს თითქმის 6 მილიარდ ამერიკულ დოლარს დაუბრუნდა. არანაირი კედელი ბიძინასა და ხალხს შორის არ არსებობს, რადგან ბიძინა ხალხია. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პრეზიდენტის მსგავსად ხალხთან, მაგრამ მაინც ცოტა ზევითაა. ზევით არიან ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები და მათი კომპანიებიც.
პრივილეგირებულებში მოწინავე ადგილს კომპანია ბენე ექსკლუზივი იკავებს, რადგან კომენდანტის საათის დროს, მაშინ როცა მთელი ქალაქი იკეტება, აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანის მუდმივი უფლება მხოლოდ ბენე ექსკლუზივს აქვს მინიჭებული. ტაქსის სხვა კომპანიებს კი საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ერთჯერადი საშვის აღება შეუძლიათ. აეროპორტში თქვენი ტაქსები ემსახურებიან ხომ მგზავრებს? კი, არის ჩვენები დგანან, კი ბატონო. კომენდანტის საათი რომ არის, ანუ შეგიძლიათ ჩვენ გადავადგილდებით ხავს ნებართვა საშვებიდან. ბაზარზე უკონკურენტოდ დარჩენილმა ბენე ექსკლუზივმა მომსახურების ფასებიც გაზარდა. გავარკვიეთ, რომ აეროპორტიდან ისნის მეტრომდე მინივენის მომსახურებისთვის მგზავრმა 100 ლარი უნდა გადაიხადოს. 5 ნირახან არიან 2 მინივენის დაქირავება სავარაუდოდ, ესე მოგწეს თან თუ ბევრი ვარგი არის. შესაბამისად, თვითონ მინივენის ღირებულება იქნება 100 ლარი. ბენე ექსკლუზივს მგზავრების მომსახურების ექსკლუზიურ უფლებას ტყუილად რომ არ მიანიჭებდნენ მარტივი მისახვედრია. საჯარო რეესტრის ამონაწერში გარკვევით წერია, რომ კომპანიის დირექტორი კახა კალაძის ახლო მეგობარი ლევან სკიტიშვილია. აი ის, ზედმიწევნით რომ იცის, ვის უნდა მოხვდეს და ვის არა. ქართველები ვარ და ვერ ავიტანთ გინებას, დედის გინებას და მოსახვეც მოხდა ვინც საჭიროა. დეტალების გასარკვევად ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელს ფედერაციაში მივაკითხეთ, თუმცა სკიტიშვილი იქ არ დაგხვდა. ვეტერანმა ფეხბურთელმა და კომპანია ბენეს დირექტორმა არც ფორმულას ზარებს უპასუხა. კომენდანტის საათი რომ არის, რომელ საათზე ასრულებთ მუშაობას? 9-ზე. კერძო პირების მსგავსად 8-9 საათამდე მუშაობენ ტაქსის ის კომპანიებიც, რომელთა მფლობელებიც მთავრობასთან პრივილეგიებით ვერ სარგებლობენ. დირექტორები გვეუბნებიან, რომ შეზღუდული მუშაობის გამო შტატების მნიშვნელოვნად შემცირება მოუწიათ. რაც ხდებოდა კარგი 1 საათი ნახევარი, რომ იცენ ტაქსის ზღოლებს კომენდანტის საათის შემდეგ მოძრაობის უფლება, ვისაც ლიცენზია აქვს, იმიტომ რომ ფაგრა საათზე ბევრი შეკვეთებია და ზღოლს ვერ მიყავს იმის გამო, რომ თვითონ ვეღარ მოასწრებს მე საფშტაბლებას. მესმის და ისიც რა მაინტერესებს, თქვენ თუ შეამცირეთ შტატები და უშათ აი ამ კრიზისის ფონზე? 50 ოპერატორიდან 10 ოპერატორზე ჩამოეცი. კალაძის სამეგობროსთვის მინიჭებული პრივილეგიები არ უკვირთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დიდი ხანია რაც საგანგებო მდგომარეობას მთავრობაში საკუთარი და მათთან დაახლოებული პირების ბიზნესებისთვის იყენებენ. თუ სხვა ტაქსის ზღოლს ან კერძოს ან რომელიმე კომპანიას გადაადგილება შეზღუდული აქვს, ფაქტობრივად კალაძის საძმაკაცოს კომპანიას ეს უფლება აქვს და მეტიც ამ დროს ბაზარზე მონოპოლისტია და ფასებს ადგენს ისე როგორც მას უნდა. აი ესეც ნიმუშია იმისა, რომ როგორ უკავშირებენ, ესე რომ ვთქვათ, ამ საგანგებო რეჟიმის დროსაც, როცა მთელი ქვეყანა რაღაც შეზღუდვების პირობებშია, გამორჩენას საკუთარი უახლოესი წრის, ფინანსურ გამორჩენას, ხო? ბატონო კახი, ბენე ექსკლუზივზე მინდა გკითხოთ, ამ კომპანიას კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება, იმიტომ ხომ არ მიეცა, რომ ლევან სკიტიშვილი თქვენი ახლო მეგობარია? ვერ გეტყვით. მერი არ გასცემს ზოგადად ნებართვებს გადაწყვეტილება, რომ ბენეს ალბათ აუცილებელი და საჭიროება იყო ამის. ალბათ აუცილებელი და საჭირო იყო, გითხრა თბილისის მერმა და დაგვტოვა. ალბათ მართლაც 100-ია საჭირო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ლაშა ნაცვლიშვილის თქმით არ სჭირდებათ განდიდება, რადგან ისინი საკუთარმა საქმეებმა უკვე განადიდეს და გაამდიდრეს.